ხაშურის მუნიციპალიტეტს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სპეციალური პრიზი გადაეცა. უწყებამ კონკურსში პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალო ვადიანი სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის და ამავე სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2024-2025 წლებში წარადგინა. გარდა ამისა, რიგით მეშვიდე ეროვნული კონფერენციის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტი დუშეთისა და დმანისის მუნიციპალიტეტებთან ერთად შეუერთდა ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის რიგით მეშვიდე ეროვნული კონფერენცია გუშინ გაიმართა. ღონისძიებაზე ხაშურის გარდა კონკურსის 11 ნომინაციაში გამარჯვებული სხვა მუნიციპალიტეტებიც დააჯილდოვეს. ასევე ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხაშურის მუნიციპალიტეტს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სპეციალური პრიზი გადაეცა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს თვითმმართველობის ასოციაციათა ეროვნული ასოციაცია ყოველწლიურად მართავს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსს და ეს ემსახურება კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენას და გაზიარებას სხვა მუნიციპალიტეტების მიერ. მიმდინარე წელს ხაშურის მუნიციპალიტეტმა ამ კონკურსში წარადგინა პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია 2024-27 წლებისთვის და ამავე სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2024-25 წლების. აი ამ გეგმის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება იყო წარდგენილი საუკეთესო პრაქტიკის კონკურსზე და ამ პროექტმა წარმატება მოიპოვა და გახდა გამარჯვებული ნომინაციაში ადგილობრივ დონეზე საშუალოვადიანი განვითარების დაგეგმვა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა. ვფიქრობთ, რომ პროექტის წარმატება განაპირობა იმ ძალიან მაღალმა ჩართულობამ, რომელიც უშუალოდ სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესის ნაწილი იყო. აქ ჩართული იყო პრაქტიკულად ყველა სამიზნე ჯგუფი, ბიზნეს წრეები, ჩართული იყო ადგილობრივი საგანმანათლებლო ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრი, ახალგაზრდები, რასაკვირველია ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული მუნიციპალური სამსახურები, მუნიციპალური აიპები. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს საკრებულოს როლი საბოლოო ჯამში სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა ცხადია, რომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონი ნინო ლიპარტელიანის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირადი წვლილი. მისი უშუალო კოორდინაციით მიმდინარეობდა პროექტი და ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ცხადია მის წარმატებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურმა და მისმა ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლელა მაჭარაშვილმა პროექტის განხორციელების პროცესში.